ალეკო შენ ლეონი ხო შეიძლება კაცი არიცოდი რომ მაგის ზმას თუ ბიძაშულს ქესები რო ქონდა როგორ არის ჩემი ძმაკაცია ისიც ბავშვობი ხო მე როგორ წარმოგიდგინა რომ ეგეთი ტიპი ბოლომდე შენიანი იქნება ლევანი ბოლომდე ჩემიანია. ლევანი იოსელიანი ახან ვახსენეთ, ამაზე მინდოდა მაინც რაღაცის თქმა. თუ გინდა არ მიპასუხო, ვიცი რომ შენ ამ თემაზე არ პასუხო, მაგრამ აი ეს ქართულ ჯიგრულ პონჩიო, შენ ხო გიყვარს ხოლმე თქმა, კი გახარიას ფრაზა, მაგრამ შენ ხო ამას ჰაბიტუსით ასხივებ, ხო და აი ახლა გეტყვი ქართულ ჯიგრულ პონჩი მეც რა. თან ისეთი რაღაცები გაქვს, მოყოლ მე და ლევანი იოსელიანი ისეთ ჭუბებზე ვარ თუ ნამყოფი რომ იქიდან ცოცხალი წამოვიდოდეთ თუ არა, არ ვიცოდით რა, ესეთი ზმაკაცობა ქონდა. აი მე ვიტყვი ჩემ პოზიციას, მათ შორის ჩემი ზმაკაცების გასაგონად, აგე რა, უყურებენ. მე თუ ჩავთვლი რომ საერთო ბრძოლაში და ესეთ საქვეყნო ბრძოლაში ჩემი ზმაკაცი მიღალატებს ან მიმატოვებს ან ცალკე დამტოვებს ღალატს თავიდანვე ანუ მით უმეტეს როცა საჯარო ფიგურები ვართ საჯაროდ ლაპარაკს მოვერიდები კი არა პანგურსაც ამოვარტყავ საჯაროდ ეს არის ჩემი პოზიცია და შენი პოზიცია რა გვეტყვი თუ მაინც არ გვეტყვი ამაზე არაფერს ანუ მეც დავამატებ რომ ერთადერთი კარგი რაც იყო პარლამენტში რო გამოვიდა და კარგად შეულაკა მეტიც მე მაგის სახალხო დამცველობის ერთი მისხალი არ მინახია და არაფერს არ ეუბნები არა უკმაყოფილო როა ვიცით ისედაც ვერ ვცნობო აქ ნათქვამი მაგრამ მე და ლევანი რომ დავამეგობრდით იყო საბჭოთა კავშირი და გარბაჩოვი იყო თუ ან შეიძლება მიყოლებით რო კვდებოდნენ ის ანდროპოვი და ისინი და იმის შემდეგ ჩვენ გვაკავშირებს ყოველდღიური ურთიერთობა ასე რომ ხო იცი თუთაშხიაში რო არის რომ მის გასაკეთებელს და ჩემ გასაკეთებელს ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია, ამიტომ ლევანზე ძვირს არ ვიტყვით. არა, ძმაო, აქ ქვეყანა მარტო შენი და იმის ძმობაც არ არის. მე ჩემ გადასახადს აი ხა კიდე გაქვთ ურთიერთობა, ხდებით რამე ჩვეულებრივად. ისეთი ინტენსიური დრასიძახს. არ ვიცი, დაუძახეთ ლევანს და არ მოდის და დაუძახ. არ დაუძახ. იმას გვიზამ ჩაგვიწყობ საქმეს. ეს სიტყვას გაძლევთ რომ ყოველდღიურ ანგარიშს ჩაგაბარებ და ჩავაყენებ საქმეს. აუ, შენ გაიხარ. ხო, რაღა შენ გალაპარაკოთ იმაზე თვითონ თუ მოვა თვითონ ლაპარაკოს.